აძალადებში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი შემოგვიერთდა და დაგვოცეთ მამა ირაკლი ქრისტე აღდგა. ერთმანეთად აღდგა, ერთმა დაგვლოცო და გაგახაროთ, გაგაძლიეროთ უფლის სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულში. დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. მამა ირაკლი, დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ცოდვაზე და ცოდვის შედეგებზე, თუმცა მანამდე დღეს არის დიდი წმინდანის გამორჩეული მოციქულის ლუკა მახარებლის ხსენება და რამდენიმე სიტყვით მარკოზ მახარებლის ბოდის ვიხდი, მარკოზ მახარებლის ხსენება არის და რამდენიმე სიტყვით ამ თემასაც რომ შევეხოთ, ვინ იყო მარკოზ მახარებელი და რითი არის მისი ცხოვრება და მოღვაწეობა გამორჩეული. დიახ, აუცილებლად მარკოზ მახარებელი ბრძანდებოდა თვითონ ხორცე ნათესავი შეიძლება ესე ითქვას პირობითად ბუნებრივ იესო ქრისტეს, იგი იყო იოსებ დამწინდველის, იესო მაცხოვრის, ესე იგი მამად გონემ ყოფილის უფროსი შვილის ძე. ანუ ერთგვარად უფალს ეკუთვნოდა ეს ოჯახის წევრად კლეოპას შვილი. მალევე დაემოწაფა მაცხოვარს, შეიცნო მასში ღვთაებრივი მესია და ამიტომაც ღირსი გახდა, რა თქმა უნდა, მოციქულთა 70 მოციქულთა რიცხვში მისი აყვანისა პატივში ღირსებაში აყვანისა, შემდეგ სული წლის მარის მოფენის შემდეგ მასაც წილად ხვდა ქადაგება და მის ქადაგება იყო არანაკლებ რთული ვიდრე სხვა მოციქულების, მაგრამ მაინც ხას უსმევს ეკლესიის ისტორია, რომ მას მოუწია ამ დროს ეგვიპტეში ალექსანდრიაში ქადაგება და ეგვიპტე მოგეხსენოთ ოდითგანვე იყო ცნობილი როგორც ბევრი ჯადოქრობისა და მაგიობის ზედი მოგვობის ბუდე და იქ ეს რთულ ვითარებაში წმინდა მარკოზი გაემართა იესო ქრისტეს საქადაგებლად. ფრიად დაშვრა იქაური მრევლის მოსაქცევად, მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტად. ასევე წმინდა მარკოზ მახარებელს მიაწევენ პირველად სახარების დაწერა ზოგადად, მას მიაწერენ იესო ქრისტეს საქმეების ედგარ-შეგროვებას გადმოცემის და წერილობითად გამოცემას, რომელსაც ხელმძღვანელობდა პეტრე მოციქული, პირადი მოწაფე იყო მისი მარკოზ მახარებელი. ასევე მის სახელს მიაწერს ეკლესიის უძველესი გარდამოცემა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბდა, მაგრამ პირველ ლიტურგიკულ წესს იესო ქრისტეს ღვთაებრივი სახურებისა, ანუ წირვა-ლოცვის გარკვეულ წესს, რომელიც შემდეგ დაიკარგა, სამოწმე ჩვენამდე არ მოვიდა და ასევე მისი ღვაწლის დასრულდა ისე როგორც ყველა მოციქულს და თითქმის ორი გამონაკლისის გარდა დასრულდა მოწამეობრივად. მას თავს დაესხნენ სახურების დროს ალექსანდრიაში, გვემის ესე ქალაქში ათრიეს, მერე ცოცხლმკვდარი ჩააგდეს საყურებელი, სადაც იესო ქრისტე გამოეცხადა მას განამხნება, მოუწოდა სასუფეველისაგან და იგი უკვე მეორე დღეს მჟავრის დადებამდე გარდაიცვალა ესე წამებული და შეუერთა ზეციურ დასს და შეგვიწევს მისი ლოცვა. ამით შეგვიწევს მისი ლოცვა. რაც შეეხება ჩვენს თემას, რაზეც გვინდა რომ ვისაუბროთ, მამა ირაკლი, ცოდვა და მისი შედეგები. პირველ რიგში ალბათ განმარტოთ ცოდვა რა არის და საიდან იღებს სათავეს. ჩვენ ვიცით რომ პირველი დაცემა, ცოდვით დაცემა მოხდა 60-ში, როდესაც ადამმა და ევამ შესწოდეს ჩვენმა პირველ მშობლებმა და ამის შემდგომ მემკვიდრეობით ეს ცოდვა გადაეცა თაობიდან თაობას და რა თქმა უნდა ამ ცოდვას დაემატა კიდევ სხვა უამრავი ცოდვა. რომ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს ცოდვა, ეკლესია რას გვეუბნება, რას გვასწავლის ცოდვის შესახებ, მისი განმარტება როგორია? ეკლესია არა μόνο ცოდვის შესახებ გვასწავლის, არამედ მისგან თავის დაღწევის საშუალებასაც უამრავს გვასწავლის გზებს, თუ როგორ უნდა განათავისუფლოთ. და თქვენ დასაწყისში მართებულად აღნიშნეთ, რომ პირველ რიგში ნახეთ, აი ნებისმიერ საკითხზე რაც ეხება სულს, არც ერთი საკითხი არ არის მართლმადიდებლობაში ისეთი რამ, რომ მარტო სიტყვაზე სანდობი, რომ არ გქონდეს მას გარკვეული სწავლება, არ უმაგრებდეს ზურგს გარკვეული ისტორია, ანუ სარწმუნოება ცოდნისაგან არის გვასწავლის შეძინა წერილი და აი ეს არის დიდი პრობლემა, რომ ადამიანი დღეს სამწუხაროდ შემიძლია დღესაც კი, რომ სწორედ არასწორი, ბუნდოვანი წარმოდგენა, არამართებული წარმოდგენა ცოდვაზე, მადლზე, სულის ხსნაზე ადამიანებს ზოგადად ქრისტე მრევლსაც კი არ აძლევს საშუალებას, რომ გაიმარჯვოს ცოდვას. პირველი უნდა ვიცოდეთ, ხო, როგორც ბრძანის საიდან დაიწყო ცოდვა, რატომ მოხდა ცოდვა, რა არის ცოდვა. პირველ რიგში რა თქმა უნდა ვიცით, რომ ღერთმა ადამიანის შექმნა ხატად და მსგავსათვისად უცოდველი პირველ რიგში ეს უნდა ხაზზე გავუსვათ. განემტრო ცოდვა არ შეეძლო, ცოდვა მარტო ღმერთია თავად. ცოდვა ჩადენილი არ ქონდა, მიდრეკლებად ქონდა ცოდვისა და მადლისა, მის არჩევანი დაუტოვა ღმერთმა. ხო დიდი თემა ეხა აღარ გავარცოთ, მაგრამ როცა ადამიანმა შეცდომა მოხდა, სწორედ ამის შემდეგ ქართული ენა, ხო მართლაც საოცარი ენა, თავისი სიღრმით, თავისი მართლაც ღვთისმსულიერი ამ ნიჭებით, რომ მარტო ჩვენ ენამ შეაძლო ეს, რომ აღწერა მთელი, აი ერთ სიტყვას ჩატეულია ფაქტობრივად მთელი ღვთისმეტყველად უგანაოცო ადამიანი, ანუ ადამი ყველაში ფიგურირებს და ადამიანის შემდეგ ადამიანმა რო შეცოდა ყველა მისი შთამომავლობა, ყველა მისი შემდეგი მემკვიდრეობა დაიმკვიდრება იმ საჯის ჩვენ სათქმასაც ცოდვა ქვია და ცოდვის შედეგად სიკვდილი. ამიტომ ადამიანი არ არსებობს თუ დაიბადოს და მას ცოდვა არ ქონდეს, ან იცხოვროს და ცოდვა არ ქონდეს. ასეთი მხოლოდ და მხოლოდ ღმერთია. და სწორედ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რომ
დღევანდელ ადამიანებშიც კი დღეს როცა მადლობა სამდენი საშუალება არ წმენისა ცოდნის გაღრმავებისა შეცნობისა შეიმჩნევა საუბარში რომ აი ცოდვა არ აქვს ბევრი ამბობს ეს არის საშინელება ყველაზე ზოგიერთი რომ საერთოდ არაფერი არ ჩაუდგა დიახ საერთოდაც კი და წინა მამები ჩვენ უნდა ვთქვა ახსარებაში ცოდვა არ მაქვს და მამები ჩვენ გაგვიმარტავენ რომ ყველა დიდი ცოდვა ის არის რომ იმის თქმა რომ მას ცოდვა არ აქვს აი ეს არის ყველა საშინელება ამას თვით რა თქმა უნდა წინა ამბობენ წინა წერიზე დაყრდნობით ივანე ღვთისმეტყველი თავის ეპისტოლიაში ბრძანობს რომ უკვე თუ კაცმა თქვა ცოდვაი არა მაქვს თავსათვისა იტყუებს და ჭეშმარიტება არ არის მისთან როგორ შევადმოთ თქვას რომ მას ცოდვა არ აქვს მე არ არსებობს ხო და უფრო მეტი უკვე თუ თქვას კაცმა ცოდვაი არ აქვს ტყუარად გამოაჩინეს მას რომ მისთვის სისხლით დაღვარა წარმოიდგინეთ ფაქტობრივად იესო ქრისტეს ღვაწს ის ფაქტურად სიცრუეთ გამოაჩინა რადგან იესო ქრისტე ვიცი ჩვენ სწორედ იმიტომ განკასდა იმიტომ მობრძანდა ხალხის გასასწაულში ისე იმიტომაც ეწამა ჯვარსთეცვა მოგდა და დაღდგა რომ ცოდვის ტყუებისაგან გამოეხსნა კაცობრიობა და თუ ხაშენ თუ ცოდვა არ აქვს ადამიანს მაშინ რა გამოდის ამაო ყოფილა მისი ღვაწლი რა თქმა უნდა ეს არის დიდი მკრეხეოდითი შეურაცხყოფა პირველ რიგში ადამიანმა თვალნა გაუსწოროს მე არ მეგულება ის ადამიანი ვერ ხვდებოდეს რომ თუ ასე ცოდვა არ ესმის თავისი საღვთისმეტყველო გაგები და სულიერი შედეგების დამღუპელობით შეიძლება არ ცოდნა აქამისი და არც პრაქტიკა მაგრამ ყველა გულის სიღრმეში იცის რომ რაღაცა შეცდომა ვის არ მოქსულია ხო ნებსით თუ უნებლიეთ შეცდომა ზეცოდვა ხო მაგრამ აი ეს არის სწორედ რომ ბევრი მიზეზია ჩამოთვლი მაგრამ წედამის 3-4-ზე ჯერდება რაც ადამიანს არ აძლევს საიმის საშუალებას რომ ეს აღიაროს თუნდაც თავის თავში აღიაროს რომ ცოდვა აქვს შეცდომა მოუვიდა ეს არის უდიდესი უკიდურესი თავმოყარეობა რომელიც აპარტავნების ზღვრამდეა ხშირ შემთხვევაში ასული ასევე მცირედ მორწმუნეობა რომ ცოდვები რასმი მაქვს ცოდვა მაგრამ გულის სიღრმეში გოს ფიქრობს მაგრამ ყველა ცოდვილია რა აზრი აქვს მაინც აქვთ ცოდვას ვერ აუქცევ არ ეშველება წმენა არ აქვს ეშველება ცოდვებისგან გაყოლების კუთხით და რა თქმა უნდა გულგრილობა კიდე ყველაზე მთავარი რომ ყველა ეს ცოდვას ასე იქნება ხან ცოდავს ხან არ ცოდავს და ასე ფაქტურად გალევს თავის წუთის სოფელს ასე სირცხვილის ზომა ზოგი ისე ცოდვა ჩადის ეს მეოთხე სირცხვილია რომელიც მართლა სასირცხვილოა იმის გახმაურება იმის მოთხრობა იმისთვის გაზიარება თუნდაც სასტუპერს არ გულისხმობ მაგრამ თავარია ეს პირობები მას კრავს ამ ცოდვაში და ძალიან სავალო დაამთავრეს ყველა თუ არ გადაალახა ერთი მეორე თუ შეიძლება ოთხივე გქონდეს აწუხებდეს რადგან წინა წერილს ვეყნობით ისევ ჩვენ საგზალი ცოდვისას სიკვდილი არის აი ეს არის საშინელება სიკვდილი ხა ცოდვისას მოვა და ნაკლებ ცოდვისას მაგრამ აქ საუბარია იმ სიკვდილზე რომელსაც სიკვდილის შემდეგ სიკვდილი ჯოჯოხეთში უკვე მარადიული სიკვდილი ქვია ამიტომაც პავლე იესო ქრისტემ სწორედ რომ იცის ჩვენი ცოდვები და ცოდვილთა სახსნელად მოვიდა ის ხომ ბუნებრივია მისი პირველი მცნება რა იყო ახალი არქივის პირველი მცნება შეინანეთ ამიტომ მოახლოება სასწაულიცად რა თქმა უნდა შემდეგ უფალი არაერთ სწავლებას მისცემს თავის მომწაფეებს თავის სმენელებს არაერთ მცნებას დაუდევს აღსასრულებს ჩვენ ვიცით ახალ არქივიდან ეს ყველაფერი მაგრამ პირველი ეს არის შეინანეთ ანუ ცოდვისგან ხსნის გზასაც უფალი გვიჩვენებს საგან სინანულის გარეშე ცოდვა არ განეკონა და ცოდვა კიდე ყველას გვაქვს რა თქმა უნდა ჩადია. მამაირაკი, აი გასნიშნავს მომაკვდინებელი ცოდვები. აი ეს რომ განმარტოთ, როგორ შეიძლება ეს გავიგოთ და გვესმის თუ არა სინამდვილეში მისი არსი. დიახ, რა კარგი შეკითხვა, თვითონ ყველა ცოდვა მომაკვდინებელია. ეს ჩვენ გვიყვავს ხოლმე დიფერენცირება თავის დაიმედების კუთხით, რომ პატარა ცოდვა, მცირე, დიდი ცოდვა, ყოველდღიური ცოდვა, უმნიშვნელო ცოდვა მაგრამ ცოდვა თუ არ მოინანე ყველა მომაკვდინებელი შეიძლება გახდეს როგორც ადამიანს შეიძლება დაიხშოს ჯვარი წირა პატარა ერთი წყლის წვეთით ასე შეიძლება ღრმა ოკეანეში დაიხშოს ხო ვამბობ ხოლმე დიახ ვამბობ ხშირად ეს არადამაზიანებელი დიახ ეს ჩვენი თავისი დიფერენცირება ხდება რა თქმა უნდა ეს არ არის სწორი რადგან ცოდვა ყველა დამღუპელია და მის განთავისუფლება არის გზა სინანულისა მაგრამ უმთავრესი რასაც მომაკვდინებელი ცოდვების შეიძლება ჯგუფში შევიყვანოთ ეს არის ადამიანის მიერ აი ეს უმძიმესი ცოდვა, რაზეც იესო მაცხვარი ბრძანებს, რომ ამას ზოგშირად არასწორი გაგება აქვს, ვისარგებლოს შემთხვევით, რომ ყოველი ცოდვა მიეტევება კაცს, უფალი ბრძანებს თვითონ მაცხვარი იესო ქრისტე, ხოლო სული წმინდის ამ გმობარს არ მიეტევოს არც მას ცხოვრებას, არც შემდეგსა მას ცხოვრებას ეშინა. და ესე ვერ იგებენ ზოგი სწორად უმეტეს იმიტომ რომ აგონია თუ სული წმინდა რა თქმა უნდა ჭეშმარიტი ღმერთია, სამის იპოსტასია თითქოს ესე ამბობს მაცხვარი ბუკვალურ თუ გავიგებთ რომ მამის გმობა მიეტევება, ძის გმობაც მიეტევება, არა უშავს მას სული გმობა თითქოს უპირატესია, ასე არ არის. რა იგულისხმება სული წმინდის გმობაში და ეს არის ძალიან დიდი სენი. ეკლესია სული წმინდის მადით დაარსებული, სული წმინდის მადით მოქმედებით ყოფი დღესაც სული წმინდის მადით მომფენი ეკლესიური ცხოვრების საიდუმლოებაში რომელიც ადამიანს სული წმინდის მადლი მიეცემა იქნება ეს ახსარება, ზეთისხება, ზიარება, ნათლობა, მანამდე თავისთავად მე
ზეთისხება, მირონსხება, ადმი როცა ამას უარყოფს, სწორედ ეს არის სულიწმის გმობა და ეს არის საკმაოდ გავრცელებული ცოდვა და დამღუპელი თუ არ მოინარეს, ვერ ადამიან დღესაც კი არ ცხოვრობს ეკლესიურად, ანუ გმობს სულსაც მინდასა. მისთვის მის საცხონებელად დაარსებულ ეკლესიას ღვთისაგან მის მაცხოვრებლად მოცემულ მადლს, ენერგიას, სულიწმისას, როცა ადამიანი ამაზე უარს ამბობს და ცოდე ვერ თქვენ მიეტევდა თუ არ ახსარების მადლით, ეს არის სულიწმის გმობა. რაც რა თქმა უნდა და მომაკვდინებელი დამღუპელი აღმოჩნდა სულში თუ არ გამოასწორა და არ იჩქარა მის გამოსწორება, რადგან ვინც დაგვირდა ცოდვების შენდობას, ეს აკასებს ძალიან ყველა ცოდის მოტივებას, ის დიდხანს ცოცხლს არ დაგვირებია ღმერთის ამბობს, და რომ არ ვიცი როდის დაგვიდგება ჩვენ ჟამი ღმერთთან წადგომისა, ამიტომ აუცილებელია რომ ეს დიდი წყალობა ღვთისა ეკლესიას, სწორედ ამიტომ დაარსდა კიდევ ერთხელ ხას უსვავრო, ჩვენ სულიწმის მადლით მივიღოთ ცოდებისგან განწმენდა, შემდეგ განათლება და გაბრწყინება იესო ქრისტეს მადლითა და წყალობით. დიახ, მამა ირაკლი, აი ბოლო დროს არის ესეთი ტენდენცია, ბუნებრივია რომ შემჩნეული გექნება, თითქოს კეთილსა და ბოროტს შორის ზღვარი იშლება და არიან ადამიანები, რომლებიც ცოდვას არ უწოდებენ. და ამბობენ რომ აი ღმერთი ეს ადამიანები შეიძლება მორწმუნეს უწოდებენ საკუთარ თავს, მაგრამ ამბობენ რომ ღმერთი არ არის დამსჯელი და ვთქვათ ღმერთი სიყვარულია და ნუ ეს ცოდვა არ არის ვთქვათ აი რაღაც შეიძლება ისეთ ძალიან მძიმე ცოდვაზეც კი თქვან და აი სწორი მიმართება ცოდვასთან, აი ამაზე მინდოდა მეკითხა, როგორი არის სწორი მიმართება ცოდვასთან და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვთქვათ კეთილს კეთილი ვუწოდოთ და ბოროტს ბოროტი. თუ კი თავს თulit მორწმუნებად და ეკლესიის წევრებად. დიახ, აუცილებლად, უბრალოდ რა არის რომ ძალიან რთული პროცესია. ჩვენ უდიდეს პატრიარქი ეპისტოლეში არაერთხელ მოგვიწოდებს, შეგვახსენებს, განსაკუთრებად აი განმწლების პერიოდში რომ მოიშველებდა ხოლმე პატრიარქი თვით ძველი რომაელების გამოთქმას ნოსტე დე იფსუმ, ანუ შეიცანი თავის შენ ეს ვიცით საპატრიარქოს უნივერსიტეტზეც არის ეს გამოყოლი ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან იწყება ზოგადად ადამიანის სული ცხონება. ანუ არ არსებობს ადამიანს საკუთარ თავში არ ხვდებოდეს. მithumetes აი ძინდა წარმოსადგენია უბრალოდ მართლა ყოველგვარი პატრიოტიზმის და ნაციონალისტობის გარეშე ვიტყვი ქართველი კაცი ვერ ხვდებოდეს თავის გულში რომ რა არის ცოდვა, რა არის მადლი, რა არის კარგი, რა არის უდეს ყველა დაუშვები. რატომ ქართველი კაცი? იმიტომ რომ ჩვენ გენეტიკურად ვართ ქრისტიანები და ამსწორად ამიტომ ქრისტიანული სუდარ გამშველი ჩვენი ყოფიერი ტრადიციები იყო ყოველ შემთხვევაში. დღესაც არის, მაგრამ ზოგადად ვიძახი და ასე არ არსებობს ჩვენ არ გვაფიქრებდეს, არ გვანიშნებდეს, რომ სად ვცდებით. ნებისმიერი ცოდვა არის ბარიერი ჩვენსა და ღმერთს შორის. არ უნდა მის თქმა რომ მე არ ვიცოდი რა არის ცოდვა, ასეთი რამე წარმოუდგენელია და შემდეგ როცა ასე ხდება უკვე ეშმაკის საქმის შეერევად, იმდესაც ახერხებს ადამიანი თქვას რომ თეთრ ცოდვა არ ჩამიდენია. და თუ ადამიანი ჩაიხედა საკუთარ გულში, უნდა შეაძრწუნოს მისი ცოდვების გომარება. არსებობს ცოდვები დიდი და პატარა ნებსი და უნდობლით ხოვთქით, მაგრამ ცოდვა. და თუ მაინდამაინც და უნდა დააფიქრდეს, როცა იქნებ ადამიანი, იქნება ეს არ არის ცოდვა, იქნება ეს ცოდვა როგორ გავიგო. სწორედ ამიტომაც არის წმინდა წერილი, ამიტომაც არის ეკლესიის სწავლება, დაკონურად გვეუბნება, ნახეთ წმინდა წერილი, ხა რა გავიგო ეს ცოდვა, როგორ დიფერენცირება. ცოდვა იგი არის უჯულოება. პედაგოგია უჯულოება რას ნიშნავს? ცოდვა არის რჯულის არ ქონა, რჯულის არ აღსულება, რჯულით არ ცხოვრება. უკვე ცოდვა. სასყიდელი ცოდვისა კიდევ თქვით სიკვდილი არის. ამიტომ ადამიანს რჯული უნდა იცოს, ქრისტიანი რო ხარ, ზოგადად ადამიანი რა თქმა უნდა რჯული უნდა იცოს, აბა ის ქრისტიანი ხარ, ფორმალური ხო არ იქნები, რა გევალება შენ ქრისტე მარტო არ არის რომ სახელი გეუბნებს და თუნდაც პირჯვარი იწერო და ამბობდე რომ შენ ქრისტიანი ხარ. და რჯული აუცილებლად დაგიხმარ, რადგან რჯულისაგან არის გამოცნობა ცოდვისა. და როცა ჩვენ რჯულს გავეცობით და ვალდებული ცოდვით, მივხვდებით რა არის ცოდვა და რა და დამერწმუნეთ შეზაროს ადამიანის თავის სულიერი მდგომარეობა. და რატომ არის შემდეგ ხდება რომ ეშმაკი ერევა საქმეში თქო ამბობდი რომ თუ ადამიანი არ ზრუნავს თავის შეცნობას არ ცდილობს, არ იხედება, არ განმარტოვდება. ნახეთ ილია ჭავჭავაძე როგორ ეს საბავშვო ლიტერატურაში არის ჩვენ გვასწავლენ სკოლაშივე რომ ყოველდღისაც შენ თავს კითხება მე დღეს ვის რა ვარ ხომესია და ადამიანს უნდა დაკავებულო საკუთარი თავის შეცნობით, საკუთარი თავის ჩაღრმავებით. თუნდაც ჩვენ გვასწავლენ ძილის წინ თქვიო ეს დაფიქრდიო მართლა და რამდენჯერ დამიპირები, იმდენად გეძინება ისეთები ვარ ჩვენ, მაგრამ უნდა დაფიქრდი იმ დღეს მართლა. გურამდე ჩანაშვილის სიტყვებია, ხო? ყველა მიცისო ძილის წინ რაღაც მომენტში საკუთარი თავი, ანუ ყველა ადამიანები ვარ ჩვენ და აი რა ფიქრო რომ დღესაც თქვენ რა გავაკეთე, მიხდები ეს ცუდი გაგის, კარგი გაგეთ უკვე ცოდვის ვერ გაგება, რა ვიცოდვის თუ ცოდვის მე არ არსებობს და მარტინოს თუნდაც ასეთი კლასიკური ნაწარმოებიდან გამომდინარე, იმიტომ მოვიყვანე მაგალითი, მაგრამ რომ დაფიქრდები რომ ცოდვა აუცილებლად უნდა იფიქრო მისგან განთავისუფლება, უნდა იზრუნო თორე თუ ამას არ აკეთებ, მე ეს იმონებს ადამიანს ეშმაკი მისგან მომდინარე ცოდვა რომ ის უკვე რა გარჩება რომ თავის ინდონეზიაში უკვე აპარტამენტში ეშვება
კარგავს გადარჩენის იმედს, ყოველ სასოს წარიკვეთს შინაგან პროცესებში. უკვე აღარ რჩება, რომ უკვე რამხელა მისი შინაგანი დეგრადების უკვე სასოს წარკვეთილების შედეგია, რასაც ჩვენსაუბრობთ, აი ცოდვა არ არის, დღეს როგორც არის, კეთილზე ამბობენ მავანი, რომ ბოროძე ამბობენ, რომ ეს სიკეთეა, ბნელზე ამბობენ, რომ ეს არის ნათელი, უზნეობაზე ვსანებენ, რომ ეს არის ზნეობა, განაარიციან. ეს არის მათი უკიდურესი სასოს წარკვეთილებისგან გამომდინარე დასაუბრები და ამიტომ ღერთმა უშუალოს ყველას რომ ჩაიხედონ საკუთარ საოცრს და არასოდეს არნაირი ცოდვის გამო ადამიანს უფლება არ აქვს გამართლება რომ ის მიეცეს სასოს წარკვეთილებას, რადგან არ არსებობს ცოდვა, არ არსებობს მისი სახეობა, სიმრავლე, რაც გარდამეტეს ღვთისგასწმოყვარებას. ღმერთი ყველა ცოდვას უტევს ადამიანს, ყველა სახეობას იდიდეს გარდა ეს ცოდვებისა. ეს არის მოუნანიებელი ცოდვა. დიახ. მამა ირაკლი ბოროტ ძალას ახასიათებს ასეთი რამ, რომ ცოდვას ადამიანს წარმოუჩენს ძალიან მიმზიდველად. რაც შეფუთულად წარმოუჩენს და თქვათ შემდგომ შეიძლება ადამიანმა განაგრძოს ცოდვით ტკბობა. შეიძლება იცოდეს რომ ცოდვას ჩადის, მაგრამ იმდენად ტკბილი იყოს მისთვის ამ ცოდვასთან ვერ განეშოროს ამ ცოდვას. აი ცოდვის შედეგებზე რომ ვისაუბროთ, თქვენ ბრძანეთ რომ ნაყოფი ცოდვისა არის სიკვდილი. ამ ქვეყანაზე რა არის შედეგი ცოდვის და იმ ქვეყანაზეც თუ კი მოუნანიებლად წავა ადამიანი ამ წუთის სოფლიდან. დიახ, ამაზე ძალიან მარტივია ახლა რომ ყველამ გადახედოს თავის ცხოვრებას და ძალიან მარტივია ისე ბიბლიას უნდა დავეყოთ, იმიტომ რომ ადამიანი და შემთხვევა ზოგს ღაპარივით ესმის, ხომ? შეიძლება უნდა წაიკითხო რა ეს მდგომარეობა რაც სამეთხეში მოხდა ის ეპიზოდი ჩვენ ყოველდღიურობაში არაერთხელ ცხადდება, რასაც თქვენ ბრძანებთ რომ ცოდვას რომ თავიდან აქვს ესეთი მიმზიდველობა, შემდეგ ტკბობა, სწორედ და ეშმაკისგან, იმიტომ რომ ეშმაკმა პირველი ცოდვა სწორედ ასე განახორციელა ადამიანების ხელით, ადამიანმა როგორ და აცდონა ჯერ როგორ დააინტერესა ის ნაყოფი აკრძალვა მას მათ მომხიბვლელად წარმოჩი. ყველა დეტალურად სიტყვას წერია ბიბლიაში და უმარტივესიანით ყველა გაიგებს რომ როგორ ჯერ დაითანხმა ცოდვაზე როგორ და შემდეგ რა თქმა უნდა ეს არის ურჩობა და რაც მოიტანა შედეგები ვიცით. ყველაზე მეტი რო არაფერი თქვა ეს არის სიკვდილი, ხო ამის მერე შემოვიდა სიკვდილი ცოდვა. და დღესაც არაფერი არ შესვა ეშმაკ ისევ ის არის არიცვლება არც მისი მიდგომები და ნებისმიერ ცოდვა ჩვენ გონებაში ხდება წამებში ეს პროცესები გამიტარდეს რომ წარმოგვიჩნდეს ძალიან მარტივად, ძალიან ლამაზად, ძალიან ტკბილად და ძალიან ბევრი ადამიანი ამას წამოეგება ხოლმე სწორედ და შემდეგ მალევე ცოდვას ჩაიდეს ეს ყველას შეგვინიშნავს ქრისტიანები აი გავიხსენოთ შეგვინიშნავს რომ ცოდვას ჩაიდენ თუ არა მაშინვე მერე გეხილება თვალი თითქოს აი მონოსხული იყავი და მერე მაშინვე ხედა ადამიანი ცოდვის დამღუპელობას და სიცუდეს და რა მოაქვს ამ ცხოვრებაში ბევრს არ წამს სამწუხაროდ სიკვდილის შემდეგი არსებობისა თუმცა აღდგომას ჩვენ დროს გვიხარია რომ აღდგომით გარდა ბევრი ამებისა ჩვენ გავგეთ რომ სიკვდილით ამთავრდება ადამიანის არსებობა ხო როგორც ქრისტე აღდგა ადამიანი ბუნებით მოსული ღმერთი ასე ყველა ადამიანი აღდგება ხო ხო და როცა ადამიანს არ ჯერა მომავალი ცხოვრებისა ცოტა კაი ძნელი ხა ვეღარ უნდა დაუმტკიცოთ შეგვიძლია მაგრამ არ უნდა და არ დაიჯერებს ყველა შეუძლია გადახედოს თუნდაც თავის მდგომარეობას რომ ცოდვას ამ ქვეყანაზევე არ მოაქვს მისთვის დადების შედეგები ცოდვა და ცოდვას დამონებული ადამიანი მალე ავადდება, მალე მოხუცდება, უმწარდება ცხოვრება, რადგან ცოდვას არაფერი დადებითი არ მოაქვს. აი მაგალითად, ნებისმიერ გავრცელებული ძალიან მძიმე ცოდვა, თამბაქოს წევა, ელექტრონული ავიღოთ თუ არ ელექტრონული ხარ, რადგან სასტური შემოიტანა ეშმაკა ნახეთ, პირდაპირ წერია კოლოფზე ხომ კლავს, ადამიანი თავისი ხელით ამას აკეთებს, სიცოცხლეს ისწრაფებს და უცბად მოიფიქრა შემდეგ ესეთი ხშირია ხოლმე საუბრის ამის უკან ჩანს ერთი ავტორი როა ხოლმე უცხო ადამიანი ერთმანეთისგან გვარით განსხვავებული სქესით, ასაკით ესეთი ტერმინებია ხოლმე რომ ეგრე პაპა ჩემი ეწეოდა მაგრამ 80 წელი იცოცხლა. კი 85 უნდა ეცოცხლა. ხო? ვინიც ის ასევე ცოდვა ჩადია მაგალითად აი ლოთობა, ნარკომანი და სიცოცხლეს უსწრაფეს. ძალიან იტანჯებიან ამ ცხოვრებაშივე და ზოგი თავიდან მალოს არა საკუთარ თავზე ხო იციან. ასევე ბიწიერი მრუში ცხოვრ ადამიანს როგორ აუბედურებს როცა დღევანდელ ახალგაზრდებში ძალიან საფრთხესავალო მდგომარეობა რომ ზნეობრივ ცხოვრობ ადამიანს უფრო მეტად ახალგაზრდა ცოცხლეს ამშვენებს ალამაზებს ამ აბედნიერებს შემდეგ მაგრამ ესე ცხოვრება პირუკურას რა თქმა უნდა აქვე ზიანს აყენებს ასევე ჩვენ გვახსოვდა ძალიან საგანგაშოდ სწორედ წინაწერი სიტყვები რომ რომელი ვისგან ძლევლას მისცათა დამონებულას ძალიან ბევრი ადამიანი არის რომ ის რო ცუდია აი ნადგურდება მაგრამ იმდენად დამონებული ამ ცოდვისა ვეღარ თავისუფლდება აი თავისი ძალებით გულისხმობ ებძოლება თითქოს ზოგ რამდენჯერ უთქვა აღარ ვიზარდ მაგრამ მარცხ ხდება რადგან ღმერთის გარეთ ჩვენ არავითარი რამის ძლევა შეგვიძლია საკუთარი ძალებით თუ ადამიანს შეძლებოდა საკუთარი ძალებით ცოდვაზე ძლევა თუნდაც ეს უმცირეს იყოს მაშინ რა საჭირო იქნებოდა ან ეკლესია ან აღსარება ან ზიარება ან საერთოდ ღმერთთან ყოფობა ხომ ასე რომ
რადგან ძინო ცოდვაში იყოს ადამიანი, უნდა მოვიდეს ღმერთთან და მას თხოვოს დახმარება, უფალი მას საოცრად დაეხმარება. და კიდევ ერთ საკითხს ვიტყვი თქვენის ნებართვით, აი შეიმჩნევა, რომ თუნდაც ქრისტიანებში აი მრევლის მდგომარეობაში შეიძლება ჩვენც მოგვსულია, რომ ხანდახან ისე ხდება, რომ აი ჩვენ დაუნებურად, აი ბუნებრივად ჩავდივართ გარკვეულ ცოდვებს. აი პატარა წვიმაზეც კი ადამიანი უცბად ცოდვის მიერად იქცევა და რასთან გვაქვს ეს საქმე ძალიან ხშირია ხოლმე. არა და წარმოიდგინეთ ჩვენ მართლა ქრისტიანებად ერთგვარად ჩვენს ეს ლაკმუსის ქაღალდი უნდა იყოს და კატალიზატორი, რომ როცა ინათლება ქრისტიანებს ჩვენ პატარა მოვნათლეთ, ეხა იმედი არ გვახსოვს, მაგრამ ნახეთ, რაოდენითა ქრისტეს მიერ ნათლობთ, ქრისტე შევიმოსეთ, ხო ადამიანი ქრისტეს უერთდება. ქრისტე შემოსილი ხდება და ჩვენთვის ბუნებრივი რა უნდა იყოს, როცა ერთთან ქრისტე ეს არის ღმერთი, ხომ? ჩვენს ბუნებრივი უნდა იყოს, რაც მეტად ჩვენში ქრისტეა, ნათლობის რომელიც შეგვიერთდა და თუ ნათლობის მერე ხომ ადლი რაღაც დავკარგეთ, გავიზადეთ ცოდვები, ვეზიარეთ ბოლო-ბოლო, ხო? მე ჩვენ შემოვიდა, ჩვენში ბუნებრივად უნდა იყოს ჩვენგან ჩვენი ქმედება, ჩვენი საუბარი, ჩვენი ფიქრები, ჩვენი გულის თქმები, ჩვენი საქციელები უნდა იყოს მიმსგავსებული და თანახვედრობაში ღმერთი იესო ქრისტეს ქცევებთან. ზოგადად ამიტომ მოვიდა იესო ქრისტე ადამიანად უნდა ჩვენ ხო ღმერთი როგორ იქცა ხო არ გვეცოდინებოდა, ღმერთი როგორ მეტყული ჩვენ ხო ვერ გავიგებდით. ანუ თუ ჩვენში მართლაც ქრისტეა, რა დოზითაც ქრისტეა, ყველაზე საცნაურია როგორ მეტყოლებთ ჩვენ. მეტყოლეთ ის როგორც იესო ქრისტე მეტყოდა სიტყვით, სიყვარულით, დაყვავებით. ვართ კი ისეთი მშვიდები, ისეთი მდაბალნი როგორც იესო ქრისტეა, ისეთი მიმტევებენი, ისე მოსიყვარულები. ალბათ ვერ და უფრო პირუკუ. ნახეთ ქრისტიანებს შეიმჩნევა ხო თავის ახსნებიც კი აქვს ახლა ძალიან ხილებად არ გამოგვიდეს არავის არ ენიშნოს რომ თითქოს გამოსავალი არ არის, მაგრამ არის მდგომარეობა რომ ჩვენ პატარა რამეზეც კი წვიმაზე დენთის კასები ვთქვათ, მრისხანებთ, სიძულვის ვავქვებთ, განვიკითხავთ, ვიტყუებით დიახ და ეს ვისი თვისებებია, განა ეს ქრისტესია, ნუ არაბს რა თქმა უნდა, ნუ იყოფინ. ეს ვისი ბოროტის სულის თვისება, მისი თვისება სიცრუე, სიძულვილი, რისხანება, შფოთი, ამპარტავნება, როდესაც ქრისტიანი დასვენებული და მას ისე იქცევა, ბუნებრივად თითქოს დავკვირდებით ჩვენ თავს და ეს ძალიან საგანგებო მდგომარეობა, რომ ბოლო-ბოლო უნდა ადამიანს თავის თვალი გაუსწოროს თავის მდგომარეობას, რომ ბოლო-ბოლო ვინ ცხოვრობს ჩვენში, ქრისტე თუ დემონი. აი ხა არავის არ მოსწონს და ხმავა ნათქვამია დემონი, მაგრამ მას როგორ გაგვეცე შენ ისე იქცევი ბუნებრივად დაძაბული ზედმეტი დაძაბვის გარეშე, რომ როგორც ის მოიქცევდა, როგორც მისი სულის გამლე, მისი სული ნათესაობა და მისი სულიერი ზემოქმედების ქვეშ ყოფი ადამიანი მოიქცეოდა. ასე რომ ჩვენ ძალიან დიდი დაკვირვება მართლა ჩვენ სულზე რო გონია რომ უკვე ძალიან ბევრმა ეკლესიური ცხოვრება დიდება უფას კარგია ააწყო ედგორად რეგულაციაშიც მოიყვანა სისტემატიზაციაშიც შეძლო რომ მოექცე მისი ცხოვრება რომ ეგორა ლოცულობს, მარხულობს, ახსარებას ბრძანებს ეზიარება, მაგრამ თუ დააკვირდება შენი ქცევები ჯერ კიდევ ძალიან შორს არის ქრისტიანი ქცევებისგან. და ჩვენ უნდა გქონდეს გამოსწორების სურვილი, ხომ, რა თქმა უნდა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც თქვათ განიკითხავენ იგივე ეკლესიურ ადამიანებს, რომ აი რატომ სწოდავს ადამიანი ყველა ცოდვილია, ხო, სასულიერო პირსაც განიკითხავენ, რომ აი რატომ სწოდავს და სასულიერო პირიც ხომ ადამიანია, ანუ ის რომ ადამიანი ეკლესიაში დადის, აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ ის უცოდველია და რაღაც უკვე განუღბრთობილი და გაბწყინებული. ანუ ეს ნიშნავს გამოსწორების სურვილს, ხომ, რომ ადამიანს უნდა ბრძოლა, სურვილი აქვს გამოსწორების. დიახ, რა თქმა უნდა, შეინიშნება ხშირია ხოლმე ძალიან, რომ ეს სწორედ იმაზე მეტყვი ასეთი ადამიანები აკეთებენ ამას, რომელსაც არ იცნობენ ეკლესიურ ცხოვრებას და მათთვის ეკლესიური ცხოვრება თუნდაც სასტოპირობა უცოდველობას უტოლდება, რა თქმა უნდა, არ არის არავინ უცოდველი, ვერც იქნება, რადგან შენ კარგი ეკლესიური იყო, თუნდაც კარგი მღვდელი იყო, ასეთები ყავს ჩვენს წმინდა ეკლესიას, არაერთი, ეს თანხმობს ჩვენ უცოდველი იქნები, გამოროს მათ ეს არ იციან და არასწორად მსჯელობენ და რაც ყველაზე მთავარია, აი სწორედ არ ცოდნა უდიდესი ცოდვა, განა არ ცოდვა, რომ ეშმაკამი სარგებლობს და მე შინაგან ქვეტექსტი რა მოყვება, იცი ამაც რომ აი ეს რო ესე ცოდვას ეკლესია ნახე ეზიარება, ლოცვას კითხულობას ეშვა, მე მაშინ ყველაფერს უფლება გამაჩნია, მე რაღა მაბრკოლებს და ასე რომ ძალიან თავს დაიზარმეს. სხვისი ცოდველობა, შენს ცოდველობას არაფერს არ შემატებს და არც უნდა აკლევდეს. და ცოდვა არის ერთგვარად სულიერი სნეულება, ადამიანს რო შევადათ ხوارცებს ხორცილი უამრავი სნეულება. მაგალითად თუ ვიღაცას ღვიძლი აწუხებს ჯვარი წერია, ხო? და ვიღაცას სხვას გული, მისი გულის მდგომარეობა, თქვათ, სტენტი აქვს თუ შულტი, ჩემ ღვიძლის მდგომარეობას ეს არაფერში არც დააზარალებს, არც გამოაჯამთებს, არც დაამძიმებს, ხო? ყველა ჩვენი სამკურნალო სნეულება გაგვაჩნია და სხვაზე ხელის გაშვერა რომ თქვათ, აი ეს გულით ავატყოფია, ნახეთ, იმას სუნთქვის უკმარისობა აქვს და მაშინ მე ღვიძლს კი არ მოდი თირკველებსაც დავიავადებ,
ცოტა უგუნურობის ნიშანია, ცოტა ძალიან კარგი უგუნურობის ნიშანია და უმეცრებისა არა მარტო. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ნაძალადევში მდებარე ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისღვთისმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.